ბატონი დავითის ის ტექსტი, რომელიც მან გამოაქვეყნა, გახდა მაინც ასე თუ ისე ინსპირაციის საფუძველი. პირველ რიგში ბატონ დავითს მინდა ვთხოვ უფრო მეტად განმარტოს თავისი ის პოზიცია, რომელიც მან წერილობით კი გამოაქვეყნა, მაგრამ საზოგადოებამ საერთოდ მინდა რომ გაიგოს რატოა ეს თემა აქტუალურია. მადლობთ. პრინციპში თქვენ თქვით ყველაფერი მოკლედ ძალიან ეხლა კიდევ გავიმეორებ რამდენიმე თეზის რეალობა რაში არის ეგ ძალიან ხშირად ხვდები მე თვითონ აი როცა არის ხოლმე პოლემიკა ხო რომ აი ხელისუფლების მომხრეებს უმტკიცებენ რომ აი რატომ ხართ რუსეთის მხარეს როდესაც აი ევროპა ჯობია ევროპაში უფრო კარგი ცხოვრება, ადამიანის უფლებები უფრო მეტადაა დაცული, პენსიებია, ხელფასებია, მაღალი სტაბილური, ყველაფერი უკეთესია. აი რუსეთში თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლები სულ ევროპას დედასაგინებენ. ყოველდღე შვილები იქ ყავთ, იქ ასწავლიან, ზოგს მოქალაქეობა აქვთ. რატო რუსეთში არ მიდიან და ტაგანროგში და რიაზანში რატო არ სწავლობენ და რატო უნდათ პარიზში და რომში და აი მე მგონია რომ აი ამაზე ლაპარაკი ეს არ არის მთავარი აი ვიც ხელისუფლების ასე თუ ისე უჭერს ხარს როგორც უმცირეს ბოროტებას თუ ან შეიძლება მაინდა-მაინც ხარს არ უჭერს მაგრამ მიაჩნია რომ აი ნუ ჯობია ისევ ეს იყოს და ის ოპოზიციის მოსვლა უფრო მეტად ასოცირდება მისთვის ქაოსთან და არეულობასთან აი ამ კონტინგენტისთვის ამის კიცებას არ აქვს არანაირი აზრი ყველა მიცის საქართველოში ნუ ძალიან მცირე არის ნაწილი ყველა სოციოლოგიური კვლევა ამას ადასტურებს რომ ის ნაწილი რომელიცაც მიაჩნია რომ საქართველოს უნდა იყოს რუსეთის რაღაც ასეთი სტრატეგიული მოკავშირე ბოლომდე და რუსეთთან ურთიერთობა და რუსეთი ჯობია დასავლეთს ღირებულებით დონეზეც და ყველანაირად საქართველოსთვის ანუ ქართველი ადამიანის ასე ვთქვათ თვითრეალიზაცია ყველანაირად ასეთი 1000 სულელეს კი აღწელებენ რომ იქ არა გუჭირდა ასე შემდეგ მაგრამ ამ სისხლებს არ იჯერებს არა ასეთები არიან მაგრამ ცოტა ძალიან ცოტა ეს არის უმნიშვნელო რაოდენობა ეხლა ყველა ქვეყანაშია ასე ცოტა ახირებული ხალხი ზოგიერთი ისეთი ხალხიც არსებობს დედამიწა ბრტყელი როგორია ეხლა ამიტომ ეხლა ეს არ არის ძირითადი მასა ხელისუფლების ხარდამჭერისა თუ ნეიტრალურად განწყობილი თუ ანტიოპოზიციონერობის ეს არის ადამიანების ჯგუფი რომელსაც პრინციპში ევროპა უნდათ, მაგრამ ევროპის მომხრეები, ყველა მიცის ევროპაში უკეთესი ცხოვრება, ესეც შეიძლება იყოფოდეს ორ ნაწილად. იაგო კაჭკაჭიშვილს ჰქონდა ამაზე კარგი კვლევა. ერთი ეს არის რომელსაც ღირებულებითად ირჩევს, ღირებულებითი არჩევანია. ანუ ის რასაც ლიბერალური დღის წესრიგს ეძახდნენ და ძალიან რომ მოდაში შემოვიდა მისი გინება ამ დღის წესრიგის, ანუ ადამიანის უფლებები, ეს თვითმმართველობა, რაღაცნაირად უმცირესობების უფლებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, აი ეს ყველაფერი ერთად სოციალური უფლებებიც მათ შორის და მეორე არის ის კატეგორია რომელიც აი ამიტომ უნდა ევროპა საქართველოსთვის უნდა შიგნით ქვეყანა უნდა მოეწყოს როგორც ევროპული ქვეყანა საქართველო ეს არის ღირებულებითი არჩევანი რომ საქართველო გახდეს ისეთი ქვეყანა რაც ევროპის ტიპის ლიბერალური დემოკრატია იქნება მართვის ფორმა ხომ და მეორეა რომლისთვისაც ეს არის ადგილი სადაც კარგი ცხოვრება იცის იმავე პენსია კარგია უნდა ჩასვლა ევროპული პენსიაც უნდა ფულიც უნდა კაი დროსტარებაც კაი სმაჭა მაგრამ ის აღარ უნდა ახლა ის წესი ის მართლობითი სისტემა არ უნდა ურჩევნია საბჭოთა კავშირი იყოს ოღონდ ისეინოს წყარად ესეთი ძალიან ბევრია თუმცა რუსეთი ამ ხალხსაც არ უნდა იმიტომ რომ რუსეთი იციან რაც არის რუსეთის ეს ხალხი იცნობს განსაკუთრებით უფროსი თაობა უშუალოდ ამიტომ როდესაც ეუბნები რომ აი რა კარგია ევროპა რა ცუდია რუსეთი კარგი მაგრამ მე ამის მერე რა მოდის და ამის მერე ხა რატომ ასოცირდება ეს ხელისუფლება მაინც უფრო მეტად სტაბილურობასთან ამ ხალხისთვის ამ სტაბილურობის პერსპექტივასთან და რატომ არ ასოცირდება თქვა მისი ოპონენტები და ოპოზიცია და რატო ასოცირდება უფრო მეტად ამ ხალხისთვის ოპოზიცია უფრო მოსალოდნელ არეულობასთან რაღაცა ქაოსთან ომთან თუგნება და მომიგინდა თავად რაღაც აი ეს შეიძლება პროპაგანდის ბრალიც არის ოპოზიციის შეცდომებისაც იმ რაღაცა პოსტსაბჭოური საზოგადოების მენტალიტეტისა რომელიც ჯერ კიდევ არის ჩარჩენილი და რომელზეც სპეკულირებას ახდენს ხელისუფლება ყველაფერი ეს ერთი კომბინაცია მაგრამ ეს არის მიზეზი ჩემი აზრით სწორედ ის რომ აი არ ასოცირდება ამ ხელისუფლების ოპონენტები მეტ სტაბილურობასთან მეტ კეთილდღეობასთან და მეტ თუნდაც აი ჩაწყნარებასთან და ასე თქვა სიტუაციასთან ხელისუფლებაც ვერ ქაჩავს ამას
ისიც ვერ აჩენს თავს თლად სტაბილურობის გარანტად, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში იმათი თვალსაზრისით, ჩემი თვალსაზრისით ეს არ არის, მე აბსოლუტურად პირიქით ვფიქრობ, მაგრამ მათი თვალსაზრისით, აი ხალხისა ვიც არ ირჩევს ოპოზიციას, მათთვის ოპოზიცია უფრო ცუდი არჩევანია ვიდრე ხელისუფლება. აი ეს რეალობა გვაქვს. ბატონ დავით, ჩვენ სტუმრად გვყავს ორი ადამიანი, რომელთაგან ზურა შემთხვევაში პოლიტიკურ ველზე ახალ შემოსული პოლიტიკური პარტია, მაგრამ ბატონ ვანოს ამ მხრივ უკვე როგორც მინიმუმ ერთი საარჩევნო ციკლის გამოცდილება აქვს და ამ მხრივ საარჩევნო შეხვედრების ხალხთან ურთიერთობის და ალბათ რაღაც გარკვეული კვლევების გათვლების და ასე შემდეგ. ბატონი დავითის რა ნაწილს იზიარებთ, რა ნაწილს არ იზიარებთ და პოლიტიკურ პარტიებს რა პასუხები ქონდათ ან რა არის საკმარისი თქვენი აზრით ამ მიმართულებით? დიდი მადლობა ეთერისთვის, დიდი მადლობა საინტერესო დისკუსიის გახსნისთვის. პრინციპში პირველი რაც ვიტყოდი, რაშიც არ ვეთანხმები ბატონ დავითს, ცოტა მობიერი განცხადებებია, რას გულისხმობ. ის რაც საქართველოში ხდება, არ არის პირველი სამყაროსთვის. ძალიან მარტივი წინადადებით სამეცნიერო ლიტერატურაში ამას ქვია მცოცავი ავტოკრატია, რომელიც დიქტატურისკენ მიილტვის. ანუ მთავარი ამოსავალი წერტილი რა რატომ ხდება, სწორედ აი ამ ჩარჩოში იხარშება და იქ ძალიან მკაფიოდ არის აღწერილი რა როგორ ხდება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ისინი მობიერები და ლოიალურები კი არ არიან ხელისუფლების მიმართ, არამედ არიან ძალაუფლების დამორჩილებული საზოგადოება. აი მოდი გავყვეთ იმ ამბავს, რაშიც ვცხოვრობთ ახლა, ხო? კონტექსტი როდესაც შეიქმნა, ეს არის 24 წლის არჩევნები, არჩევნების მერე გამოცხადებული პირდაპირ ნათქვამი, რომ დასავლეთში წასვლა აღარ გვინდა ჩვენ და ის არ უთქვამთ, სად მივდივართ, რუსეთს საერთოდ არ ახსენებენ, მაგალითად ახსენებენ ჩინეთს, ირანს და ასე შემდეგ და დადიან იქ რუსეთთან საერთოდ არ საუბრობენ, თუმცა მე ვეთანხმები ბატონ დავითს, რომ ამის უკან, რა თქმა უნდა, რუსეთი დგას და რუსეთი მოიაზრება ყველა იმ ნაბიჯის უკან, რომელსაც წინ დგავენ, ანუ თუ არ მივდივართ დასავლეთისკენ, ამის თქმა მინდა მოკლედ, მივდივართ რუსეთისკენ და სხვათა შორის ბატონ დავითს ემახსოვრება, კახკაციტაძეს აქვს ერთი ძალიან კარგი ტექსტი, მოკლედ ძალიან 1999 წელს დაწერილი, სწორედ ამაზე საუბარი საქართველოს ორიენტაციայի პოლიტიკური, ცივილიზაციური, კულტურული. იქ ძალიან მარტივად არის ახსნილი, მარტივ ენაზე კახას ბატონ კახას ეს ძალიან კარგად შეეძლო, რომ თუ აი მოკლედ პერიფრაზი რო გავაკეთო, თუ არ მიდიხარ დასავლეთისკენ, ყველა შემთხვევაში მიდიხარ რუსეთისკენ. ან პირიქით, აქ საუბარი ის არის, რომ დასავლეთში იმიტომ კი არ უნდა წავიდეთ, რომ რუსეთს ჩამოვშორდეთ. პირიქით, რუსეთს უნდა ჩამოვშორდეთ იმისათვის, რომ დასავლეთში ამოვყოთ თავი. იმიტომ რომ დასავლეთში მისვლა ეს არ ნიშნავს რაღაც გაჩერებას ერთი წერტილიდან მეორე წერტილზე, არამედ რაც თქვენ თქვით, ამაში გეთანხმებით აბსოლუტურად. ეს არის პირველ რიგში საზოგადოების იმდაგვარად მოწყობა, იმ ღირებულებებზე დაყრდნობით რეალურ პოლიტიკაში გადაწყვეტილებების მიღება, რაც არის დასავლური. ეს გაქცევს, რომ ამაზე დიდხანს არავინ დავობს, ძალიან მცირე პროცენტი. რა თქმა უნდა, არავინ დავობს. აი ეს რომ გააქ, რომ კი, ან სტრატეგიაში, ან საკომუნიკაციო ენაში არის რაღაცა ტიპის, ან ჩავარდნები, ან არაღიარება არსებული რეალური განწყობების ადამიანების უფრო ღრმა ფესვების რის გამოც ასე ფიქრობენ, ხო? და ამ ხრი პოლიტიკურ პარტიებს ხო არ ჭირდებათ კორექტირება თავიანთი მიდგომების. ყველა შემთხვევაში ბრალი შეიძლება ასე ვთქვათ, უпростоრად საკითხის გამოსწორება პოლიტიკური პარტიების ვალდებულება. როგორც არ უნდა იყოს. ეს არ არის, მე არ გეგოვნოთ რომ არა, მესმის, თუმცა მე არა. ეს იქნება მედია არასამთავრობო. გასაგებია, კი ბატონო, უფრო მეტად პასუხისმგებელი მოაზროვნე ნაწილი. რა თქმა უნდა, გასაგებია, ავტოკრატიაც პოლიტიკური პარტიების დასამარცხებელია. სხვა რაღაცებს საზოგადოებისაც, მათ შორის თქვენიც ყველას, მაგრამ პოლიტიკური პარტიებიც იმიტომ არსებობენ, რომ ვამბობთ, რომ ეს არის ცოცავი ავტოკრატია, ჩვენი ვალდებულებაა, რომ მოვიფიქროთ ის, რომ მათ საწინააღმდეგოდ რამე გავაკეთოთ. მაგრამ აქ უბრალოდ მე ერთი რამ მინდა, რომ აი აქ უფრო ცოტა ისე გამოვიდა, რომ თითქოს ინტელექტუალურ დონეზეა პრობლემები და მე ასე ვერ ვხედავ. მაგალითს გეტყვით, როდესაც ჩავედით ჩვენ კახეთში ადამიანებთან სალაპარაკოთ, აი ეგრეთ წოდებულ შუაში მდგომ ადამიანებთან, რომელთაც არ აქვთ ესეთი მიკუთვნებულობა პოლიტიკური, არც მაინდა-მაინც თქვათ ქართული ოცნების მხარეს არიან, არც ოპოზიციის მხარეს, ამ ადამიანებთან ოჯახებში თუ რა ვიცი, ქუჩაში შეხვედრის მერე დარეკეს იქიდან, რომ იქნება აღარ ჩამოხვიდეთ, იმიტომ რომ ჩვენი ჩამოსვლის მეორე დღესვე იქ მივიდა სუსი. ანუ ამ ადამიანების ფიზიკურ ანგარიშჭორებამდე მივიდა საქმე. ხვდებით რაც ვამბობ? კი, უნდა მოსმენა, გეთანხმება, ზუსტად იცის რომ ის რასაც შენ ეუბნები და როგორც ეუბნები რომ მე აი ევროკავშირში მიგიყვან ასე, შენ შვილს იქნება ასეთი განათლების სისტემა და შემდეგ ეს ძალიან მისაღებია მისთვის, მაგრამ მეორე წუთში მოდის დაშნა მახვილი სუსის სახით. ხვდებით, ამიტომ ვამბობ რომ ინტელექტუალურ დონეზე ეს ვერ დავიდა. აი დემოკრატიაზე ლაპარაკი იმიტომ დავიწყე, მაგალითად თუნდაც მოვიყვანოთ მაგალითი მადიარის შემთხვევა.
საქართველოში ბევრი იყო მისმე რომ აი ქართულ პოლიტიკურმა სპექტრმაც იგივე უნდა აკეთოს. მადიარის შემთხვევა არის შეუძლებელი. იმიტომ რომ მადიარს არჩევნებში ხარს როგორ გითხრათ ხარს უჭერდა ცუდი ნათქვამია, უпростоრად არ უშლიდა ხელს სუსი არაფერში. ის მარტივად დადიოდა სოფლიდან სოფლამდე და მის იმ ხალხთან ვისთანაც მადიარი საუბრობდა, მე სუსი და უშიშროების სამსახურები არ მიდიოდნენ. ანუ მას მიეცა, მე იმის თქმა მინდა რომ მიუხედავად იმისა რომ უნგრეთი რაც იყო, რა თქმა უნდა, ურბანსაც მობილიზებული ისე რომ პროპაგანდის თუმცა მაინც დემოკრატიული თამაშის წესები კი ბატონო. თქვენ იცით რა მდგომარეობაშია ძალიან კარგად მედია აბსოლუტური რესურსების გარეშე, ჩვენ ვიცით რა მდგომარეობაშია პოლიტიკური სპექტრი. ანუ აქ ყველაფერი იმაზეა დამყარებული რომ ძალიან რთულ ამბავთან გვაქვს საქმე იმას რასაც აი ეს დიქტატურისკენ სიარული ქვია. მის თქვენი რასაც ეყრდნობოდა მეგონი ბატონ დავით ექნება ამაზე. იმდენად საპასუხო არა, რამდენად მოსაზრება გამოსათქმელი. ბატონ ზურა, თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს, იმიტომ რომ ალბათ კარგად ჯერჯერობით მაინც მადლობა ღმერთს და იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი რესურსებისა და ენთუზიაზმის ხარჯ ჯერ კიდევ ამ მედიების შენარჩუნებას ვახერხებ და ახერხებენ, ჯერ კიდევ არის არხი, საიდან შეიძლება მიიტანო შენი სათქმელი, ტელევიზორი რო იქნება სახლში ჩართული იმ კახელ ოჯახს, რასაც საუბრობდა ბატონ ივანო, იქ შიგნით მაინც იმდენად ჯერ ვერ უკონტროლებენ, რას უყურებს. ამაშიც ვერ უკონტროლებენ ჯერჯერობით ისეთ იწილად, ხო? თვითონ როგორ გამოხატავს პოზიციას, ამას კი უკვე აკონტროლებენ. აი ამ რესურსების გამოყენება, რა რესურსებიც გვაქვს, რა ინსტრუმენტებიც ჯერ კიდე ხილვადია და შესაძლებელია მისი გამოყენება. რა მიმართულებით არის საჭირო კორექტირება? თუ თქვენ თვლით, რომ არ არის საჭირო და უბრალოდ უფრო მეტი პოლიტიკური აქტივობა საჭირო და შეიძლება აღმოჩნდეს საკმარისი. ანუ იდეოლოგიური პროპაგანდისტული ნარატივების დონეზე რა ცვლილებები შეტანა აუცილებელი? პირველ რიგში შესაძლებლობა რომ არსებობს ტელევიზიების სახით ამისთვის მადლობა თქვენ მათ შორის ბატონ გიორგი. როგორც პოლიტიკური ინიციატივად დაარსების დღიდან სანამ საერთოდ პარტია გავხდებოდი, მთელი ჯერ საქართველოს, ასე ვთქვათ, იდეა შენდებოდა კონცეფციაზე გაუმჯობესება ისე, რომ არსად გაუარესდეს. როგორც ჩვენი მთავარი შეთავაზება, რაც თავის მხრივ უკვე საკმაოდ ახლოს დგას იმასთან, რაც აღწერა ბატონმა დავითმა. უდაოდ მასთან ძალიან ახლოს ვართ. უბრალოდ რამოდენიმე რემარკას გავაკეთებ, რაც პრინციპში თქვენს ბრძანეთ და გეთანხმებით, რომ მე მაინც გონია, რომ საქმე აი თქვენ თქვით ძალიან ცოტაო, ვინც ჯერ კიდე არიან მართველი პარტიის მხარდამჭერებიო. მე ვფიქრობ, რომ ეგ ცოტაც არ არსებობენ. უბრალოდ ანუ გულწრფელი მხარდამჭერები, ვინც აქედან ფინანსურ სარგებელს არ იღებენ. უბრალოდ აღარ არსებობენ. შეიძლება თუ არა ხელისუფლება ან სახელისუფლებო პარტია იგივდებოდეს შენთვის სტაბილურობასთან, არა როგორც პოლიტიკური ძალა, შეიძლება როგორც დამსაქმებელი, იმიტომ რომ საუბრობთ ქვეყანაზე, სადაც ყოველი მეოთხე ჯერ კიდევ 2022 წლის მონაცემით იყო საჯარო სამსახურში დასაქმებული. და წარმოიდგინეთ, ეხლა ამას დამატებული ყველა ის ადამიანები, რომლებიც დამოკიდებულები არიან საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე, დამატებული სოციალურად დაუცველები და ასე შემდეგ, ძალიან სუყე რიცხვს ვიღებთ, რომელიც პირდაპირ იღებს შემოსავალს სახელმწიფო სტრუქტურებიდან. ალბათ სადღაც ესე უნდა გავმარტოთ, ვიდრე რაღაცა იდეოლოგიური, რაზეც ადრეც ვისაუბრეთ მე და ბატონმა გიორგიმ, ან სოფხედველობრივი მხარდამჭერა. გეთანხმებით, რომ დიქოტომიაში ევროპა-რუსეთი სადღაც გაქრა საქართველო. იმიტომ რომ ოპოზიციის ნარატივი მთლიანად ეწყობა ევროპაზე, როდესაც ოცნების ნარატივი არ ეწყობა სიტყვაზე რუსეთი. არამედ აი ამ დიქოტომიით ისარგებლა და დაისაკუთრა სიტყვა საქართველო, როდესაც საერთოდ არ ეკუთვნის ეს სიტყვა. და ყველაზე მთავარი, რაშიც გეთანხმებით, რომ თავიდან ბოლომდე საქმე გვაქვს, ასე ვთქვათ, ცვლილებების მიმართ რეზისტანტულობასთან. ანუ არეულობის არეშინი არ მგონია რომ არეულობის ეშინოდეთ ადამიანებს იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციური ძალები მოვლენ ხელისუფლებაში ზოგადად არეულობის ეშინიათ იმ შემთხვევაში თუ მოხდება ცვლილება და ეს არ არის სხვათა შორის ზურა შარაშენიძეს აზრი რეალურად ნუცა ბათიაშვილის კვლევას ვიმეორებ რომელიც არაერთხელ ამ ეთერით გაჟღერდა და სხვა შორის საერთო შეხვედრა რო გქონდა გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს ეხლა რაც მედიაშიც გავრცელდა ჩვენ თავისუფლების მოედანი
ქართული რესპუბლიკა, რამოდენიმე ჯგუფმა რაზეც ვილაპარაკეთ, ერთ-ერთი საუბრის საგანი იყო ეს, რომ სოციოლოგიის მიღმა, ანუ კარგია სოციოლოგია, მაგრამ დღეს ცოტა უფრო ვალიდაციისთვის არის, ვიდრე რეალურად ახალი მიგნებებისთვის. ზოგადად ხო არ უნდა დავინვესტირდეთ საკუთარი რესურსით ექსპერიმენტულ კვლევებში, რომ სწორედ ის კორექტირებები მოვახდინოთ, რაც ჩემის აზრით აუცილებელია კორექტორები, თუმცა მე რა თქმა უნდა არანაირი უფლება არ მაქვს სხვადასხვა ოპოზიციურ ძალებს მოვუწოდო, რომ თქვენ ნარატივს ან ისე ან ასე ხო არ მოუქლიბავდით კუთხეებს. ხო, ამის აუცილებლობა თქვენ მხრიდან არც იქნება, თქვენ თავად ალბათ საკუთარი პოლიტიკური პარტიის საკომუნიკაციო სტრატეგიაში და პრიორიტეტებშიც ამის მიხედვით ჩამოყალიბდებით. თუმცა რაზეც ბატონი დავით საუბრობს, ჩემი აზრით, უფრო მეტად ეს უკავშირდება მრავალწლიან ტენდენციას, რაც ეყრდნობა სერიოზულ ჭრილობებს, გამოცდილებას, კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებში ყოფი ადამიანების ასოცირებას, საზოგადოების იმ ნაწილის წარმოდგენებში, რომლის ცვლილებაც რთული იქნება, რომ ამ ადამიანებს ვერ შევცვლით უბრალოდ, სხვა ახალი ადამიანები გამოჩნდებიან, მაგრამ არის რაღაცა ტიპის ნარატივები, რომლებზე თვალის დახუჭვაც, პასუხგაუცემლობაც კარგ შედეგს არ იძლევა არაფერს. მაგალითად, ეხლა ომის საფრთხეებთან დაკავშირებით, ეხლა ჩვენ თუ არაფერს არ ვიტყვით, ეს რუსეთი ჯერჯერობით კვლავ ისეთივე აგრესიულია და პრობლემური როგორიც არის და საუბარი მხოლოდ იმაზე, რომ ოდესღაც, როდესაც ნატოს წევრი ქვეყანა გახდება საქართველოს, ყველა საფრთხე მოიხსნება. ყოველდღიურობაში მცხოვრები ადამიანი, რომელიც უყურებს უკრაინას როგორ იბრძვის და რის ფასად იცავს თავს ღირსეულად, რა თქმა უნდა, მაგრამ ფასი ხდის ამაში. შეიძლება ღიად ვერ თქვას, რომ თვითონ ლაჩარია ამ შემთხვევაში და არც არის ლაჩარი, მაგრამ უფრთხილდება რაღაცას, რომლის დათმობას მარტივად ვერცერთი ადამიანი ვერ შეძლებს, ხო? ამასთან დაკავშირებით რაღაცა სხვა ტიპის შეთავაზებები არის საჭირო, უფრო მოკლევადიანი, უფრო სწრაფი, უფრო დამაჯერებელი, ხო, ამ შემთხვევაში. არ ვიცი, პირობითად ვამბობ, სწრაფი რეგიონალური უსაფრთხოების სისტემებში ინტეგრირება, რაღაც ახალი იდეების შეთავაზება, ხო, რომელიც უფრო აქტიური, განხილვადი, დამაჯერებელი გახდებოდა და არა რაღაცა შორეულად პერსპექტიული ნატო, რომელიც საერთოდ სერიოზული ტრანსფორმაციის პროცესში არის ახლა და რა როგორ იქნება, არავინ. მე უბრალოდ ერთი თემა შემოვიტანე ამ ნაწილში. ბატონ დავით, უსმენთ თქვენ ამ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიების უფრო წარმომადგენელი ჩვენი სტუმრების მიდგომებს და ხოლო ნახავ რაში დაეთანხმებით? სადავარც არაფერი დამინახავს მართალი გითხრა. კი, შემადგენლობაც ისეთია, რომ ახლა აქ ძალიან უბრალოდ რა არის? დაპირისპირებას არ ცველი. ბატონი ამბობდა, რომ აი რეგიონებში ჩახვალ ადამიანთან და მე სუზე ადგება თავზე. კი, ნამდვილად ვიცი რომ ასია, მაგრამ უფრო მეტიც ასე იყო სულ თითქმის. მე პოლიტიკაში გავხდით წლებია და პრაქტიკა მქონია არჩევნებზე მივლია 2008-ში ასე იყო, 2010-ში ასე იყო, 2012-ში ასე იყო, უამრავი ადამიანთან ვისთანაც მივდიოდით, მე უჩნდებოდა პრობლემები, მაგრამ ის რაც მაგალითად ხელისუფლების მხრიდან მუშაობდა 2010 წელს, არ იმუშავა 2012 წელს. იმიტომ რომ ის ადამიანები აღარ დაშინდა, მე როდესაც შეაშინეს, ის მაინც წავიდა და აღარ შემოხაზა მე არჩევნებს. ანუ აი მადიარის ამბავში ვერ დაგეთანხმებით ერთადერთი, იმიტომ რომ რატო არის კარგი. მადიარის დროს რა მოხდა? მადიარის დროს მოხდა და საერთოდ ასეთი ტიპის რეჟიმებში არჩევნებით ასე აგებენ. ანუ ისინი დგებიან მოულოდნელი ფაქტის წინაშე. არც ერთი ხელისუფალი მით უმეტეს ავტორიტარი და რასაკვირველია ჩვენთან ავტორკრატია და ავტორიტარიზმია და საკმაოდ ესეთი ღრმად წასულია ეს პროცესი. არავინ არ გეგმავს წაგებას და ხელისუფლებიდან წასვლას. ეს გამორიცხულია. ყველანაირ მეთოდს გამოიყენებსო დარჩეს. მაგრამ მათ როგორც წესი ნებისმიერ არჩევნების დროს წინასწარ აქვს დათვლილი რამდენი ხმა უნდა, რომ აი აქედან ამდენ ხმას მოვიტან, აქედან ამდენს, ამას დავაშინებ, ამას მოვისყიდით, ამას რაღაცა გადმოვიბირებთ, ამას სახში დავტოვებთ, ამას კარუსელს დავატრიალებ. ეს ყველაფერი არის წინასწარ დაგეგმილი. ამას ჩართულია სულსი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამგებლები, კიდევ აქტივისტები, კრიმინალები და მთელი ის არის კონგლომერატი.
ეს ვიმეორებ, ანუ მერაბიშვილის შექმნილი სისტემაა, რომელიც ქართულმა ოცნებამ აიყვანა გაცილებით მაღალ სიმაღლეზე. გააუმჯობესა, სერიოზული აპგრეიდი გააკეთა იმ სისტემის. პირველად ეს გამოიყენეს, ზუსტად ვიცი, მახსოვს ეს ამბები ყველაფერი 2008 წლის საპარლამენტოს. იმის მერე ძალიან წინ წავიდა ეს ტექნოლოგია, წინასწარ აქვს დათვლილი. აგებ იმ შემთხვევაში, თუ ეს ხალხი, ასე ვთქვათ, რომელზედაც შენ გააქვს გათვლა, რომ აი ესენი ამდენ ხმას მომწევენ, მასობრივი გადაგდება ხდება ხელისუფლებას. ასე მოხდა. ამის სადაზღვევო მექანიზმები შემოიტანეს 2024-ში, როდესაც ამნების გამოვლენებაზე კონტროლის მექანიზმები მეტნაკლებად შექმნეს. ეს ამის კონტროლი შეუძლებელი. ადამიანი გეუბნება, რომ კი, მოვდივარ და ხმას ვაძლევ, მაგრამ მოვა და არ მოგცემს ხმას. აი, იგი იყო ზუსტად ის გაჟონვის თემიდან წამოსული. გაჟონვის თემა ეს საკამათოა, ეხლა თავისთავად, იმიტომ რომ გაჟონა და მოდი ეხლა აღარ მივცემ ხმას. არ იყო არ ასხივებდა ოპოზიცია ისეთ წარმატებას 2024-ში, ხა კი წესიერი არჩევნები რო ჩატარებული იყო, წაგებდა ცხადია ხელისუფლება, მაგას შეჭვი არ მეპარება. მაგრამ ჯერჯერობით მაინც ამ მეთოდებმა, რა მეთოდებითაც ხდება ეს გახალბებები, ასე თუ ისე იმუშავა. 2012-ში მაგალითად არ იმუშავა ამ მეთოდების დიდმა ნაწილმა. უამრავი მასობრივად მოხდა, ასე ვთქვათ, ერთის მხრივ რომ დაპირდნენ ხმის მიცემას და არ მიცეს, მეორეს მხრივ ისეთი ხალხიც მივიდა არჩევნებზე, რომელიც მანამდე არ დადიოდნენ და გათვლა იყო, რომ ესენი არ მოვლენ და მაინც მივიდნენ. და ისეთ სტრუქტურებში დაკარგეს უმრავლესობა, როგორც იყო მაგალითად მოდული მაგალითად, სადაც წააგეს არჩევნები. ძალოვან სტრუქტურებში, არმიაში, პოლიციაში, აქაც უნდა შევიდეს განხეთ. თუ ამ ხალხმა არ უათხრა უარი ხელისუფლებას და ხელისუფლება სრულად აკონტროლებს ყველ სახელმწიფო სტრუქტურებს, ნუ ძალიან რთული არჩევნებშიც ვერ მოუგებ და ვერც მით უმეტეს ისედაც ვერ მოუგებ. ჩამოგდებით ხო ვერ ჩამოაგდება შეკას. ვერც მერაბეს ვერ უზა. მადიართან მე მინდა გაგახსენოთ ერთი მომენტი. ქალაქის მერი გამოვიდა, რომელიც იყო ორბანის პარტიის წევრი. და თქვა, რომ აი საარჩევნო ყუთად დადგა და გაანცხადა, რომ ის ხმას აძლევს ოპოზიციას. და განუდგა ბოლო მომენტში. აი ესეთი რაღაცა თუ ხდება, ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც მასობრივად ეს ხელისუფლების ხარდამჭერებით და ნეიტრალების დიდი ნაწილი გადადის უკვე ოპოზიციის მხარეს. აი ეს როგორ მოხერხდეს? აი ეს არის საფიქრალი. ამის ეს რომ კარგად მოიფიქრო, თუ ხელისუფლება დაკარგავს ხარდაჭერას საზოგადოებაში უფრო მეტად ვიდრე ახლა აქვს დაკარგული, ის დაკარგავს ხელისუფლებას ყველა ვარიანტში. იმიტომ რომ ეს რაც ჩვენ გვაქვს შეიძლება უწოდოთ ელექტორალური ავტორიტარიზმი, ანუ ავტორიტარიზმი, ავტორიტარული რეჟიმი, ავტოკრატია, რომელიც ასე თუ ისე მაინც ეხდნობა გარკვეული რაოდენობის ადამიანების ხარდაჭერას. ეს არ არის ისეთი რეჟიმი, რომელსაც აი უკვე აღარ ენაღლება ეს მიჭერს თუ არა ვინმე ხმას. ხარს შეიძლება აქამდეც მივიდეთ და ღმერთმა გვაშოროს. არის ასეთი რეჟიმები, რომელსაც საერთოდ კიდია, უჭერენ ხარს, არ უჭერენ და მთლიანად ძალოვან სტრუქტურებზე. ჯერ მაინც ასეა და სანამ ასეა, ეს არის გამოსახენებელი. როგორ გამოვიყენოთ, რანაირად, რაზე ვილაპარაკოთ, მარტო ეს პატარა მაგალითს ვიტყვი, აი ძალიან პატარა მაგალითს და აი ხელისუფლების პროპაგანდა რას აკეთებს? ხელისუფლების პროპაგანდა აკეთებს, ამბობს აბსოლუტურად ამბანურ ჭეშმარიტებას, ოღონდ ამას მე უკეთებს საკუთარი ინიციატივები, ინტერპრეტაციას და ისე წარმოაჩენს თითქოს ოპოზიცია ამის წინააღმდეგია. მაგალითად ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ საქართველოს ინტერესებით და არა უცხო ქვეყნის. ეხლა ამას დავა შეიძლება, მე მგონი არ არის სადავა, ხო, სწორია ეს თავისთავად. მაგრამ ხელმძღვანელობს რო საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს ინტერესებით, მაგრამ მას ისე წარმოაჩენს, რომ თითქოს ის რომ ახლა პაპუაშვილი რო გამოდის და დილასაღამოს ევროპის გინებაშია და გერმანიის ელჩის. ეს თითქოს არის ეროვნული პოლიტიკა და ასე თქვა, ეს არის რაღაც რა. ვინც ამას უპირისპირდება ავტომატურად ეროვნულ ინტერესებს. უპირისპირდება ეროვნულ ინტერესებს. აი, ასეთ რაღაცებზე სალაპარაკოა თვითონ ეროვნულ ინტერესებს რო ღალატობს ხელისუფლება. რეალურად და ოპოზიციას ამ შემთხვევაში ჩემი აზრით ცოტა ზედმეტად აბღარებდნენ იმედებს თქვა სანქციებზე კი ეს მნიშვნელოვანია დასავლეთის ხარდაჭერა, ევროკავშირის ხარდაჭერა, ამერიკის ხარდაჭერა, მაგრამ აქ ზომაწონაზეა ძალიან ხშირად დამოკიდებული და როგორ აწუდი კითხვით, როგორ პასუხობ იმ პროპაგანდას, რა პროპაგანდაც ხელისუფლებისგან მოდის და ხელისუფლებისგან პროპაგანდა მოდის ნიაღვარივით. აქ ხო მაინც შეიძლება რაღაც კოორდინაცია მოხდეს, რომ რაღაცნაირად შემუშავდეს ანტიპროპაგანდისტული მესიჯები, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომელი პარტია, სად არის, რას აკეთებს, ერთად არიან, არ არიან ერთად, ერთ ბლოკში არიან, სხვაგან არიან, ასე თუ ისე ამას უპასუხებს ყველა. ეს მე მგონი შესაძლებელია ამის გაკეთება.
ამ მიმართულებით კოორდინაციის აუცილებლობაზე ბევრი საუბარი იყო. პრინციპში ოპოზიციური ალიანსის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეს უნდა ყოფილიყო. რამდენად გამოვიდა სხვა თემა, მაგრამ მე მგონი მთავარი რასთან დაკავშირებითაც შედარებით უფრო რთულია ესე ვთქვათ შეფასებების დონეზე შეთანხმების მიღწევა, მე იქიდან გამოდის ყველაფერი. არის ის საქართველოს ჯერ კიდევ არის ელექტორალური ავტორიტარიზმი, თუ გადავიდა უკვე იმ ტიპის ავტორიტარიზმში, სადაც მოსახლეობის განწყობებს საერთოდ არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს და ყველაფერი მართლაც ძალოვანების მეშვეობით ძალის მიერ მართვაზეა გადასული. აი თქვენ როგორ უყურებთ ამ მომენტს, ამ პროცესს როგორ აფასებთ? კი. აი მოდი ამაზე მე ჩემს საქმებს კი არა ფაქტებს გეტყვით რაც მოხდა, ჩემი ხედვა როგორია ამაზე. ავიღოთ ორი ამბავი, 24 წლის არჩევნების მერე ხალხი გამოვიდა ქუჩაში თვითდინებით. ამას არ ყავდა და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი. რატომ? იმიტომ რომ ვერავინ დაიჭირეს, უпростоრად ადამიანები დაიჭირეს, მაგრამ პროცესი მაინც გაგრძელდა. მეორე ვთქვათ, აი ერთ მდგენელს ავიღებ კიდე, 26 მაისს შეიძლება ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას არ უნდა ვანიჭებდეთ, მაგრამ 26 მაისი ამ ხნის განმავლობაში იყო ერთადერთი თარიღი, როდესაც კონკრეტულმა პოლიტიკურმა ალიანსმა ჩაატარა ბჭყალებში ჩავსვათ უგნებად პოლიტიკური მიტინგი, ანუ პოლიტიკური აქცია, ანუ დაანონსა პოლიტიკურმა ოპოზიციამ და ხალხი მოვიდა. 26 მაისიც მნიშვნელოვანი იყო თარიღიც ბევრი რამ, მაგრამ ეს მოხდა ასე. ამის მერე ნახეთ რა ხდება, იგრძნო თუ არა ცოტათი ძალა, იმიტომ რომ რატომ ამბობ, ძალიან მნიშვნელოვანია პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაც აბსოლუტურად ყველაფერი, მაგრამ ისევ იქ დაუბრუნდები. ფიზიკურ ანგარიშწორებებამდეა მისული ყველაფერი და აქ არის დაცული, ამიტომ მე თქვენ კითხვაში იმ ნაწილს ვეთანხმები, რომ ელექტორალური ნაწილი ქართულ ოცნებას აღარ აინტერესებს. ანუ მაგალითად ის არ უყურებს, კვლევები ნახა ახლა, ხო რომ პროპაგანდა მაინც მუშაობს, ზრუნავს საოცრად. კი, ხო რაღაც დონეზე, დიახ, რაღაც დონეზე, მაგრამ თავი რა, ნახეთ, იმ ძალოვანებსაც ჭირდება რაღაცა განმარტება. აი, ეგ უნდა მეთქვა ზუსტად. შიგნით თავის კი ბატონო. აქ ჭირდება არა იმდენად ელექტორალურ საზღულს, მერე არჩევნებში რამდენი კაცი მისცემს ხმას იმისთვის არ ჭირდება. ეს ჭირდება ვისაც უშუალოდ ეყრდნობა ძალოვან სტრუქტურებს, ისინი დაარწმუნოს, რომ ჩვენ ვართ მაგრები. ამას არწმუნებს ძირითადად. რატომ ამბობ, ნახეთ, რაზე გადავედით? ახლა რა რეალობაში ვცხოვრობთ? ივლისის ბოლომდე, რა ვიცი, 95% დაიჭერენ ოპოზიციური პარტიების ლიდერების დიდ ნაწილს. ნაწილი ციხეში ზის, რისი გულისთვის როგორ ამას აღარ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ბევრი საუბარია, მაგრამ ამ 26 მაისის მერე ფაქტი ერთია, რომ დაინახა ქართულმა ოცნებამ როგორ ჩანს, რომ შესაძლებელია რაღაც ძალის კონცენტრირება ოპოზიციური ალიანსის გარშემო და დააჩქარა ის სამართალწარმოება, რაც მათ თავზე იყო ჩამოკიდებული, ხო იქ, რომელ სასამართლოს გულისხმობ, ჯაფარას თავზე 15 წელი კიდეა, ელენეს თავზე 15, დანარჩენი ნიკამელია, ასე შემდეგ, ყველას, მათ შორის ნიკა გვარამიას და ასე შემდეგ. ანუ რას გულისხმობ, კვირაში 3 სასამართლო პროცესს ატარებს, იმიტომ რომ სწრაფად გავიდნენ ბოლოში და თუ საჭირო გახდა, თუ კი ვაჭრობაზე არავინ წაყვა, ეს ადამიანები ციხეში ჩასვან. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სათქმელის ხალხამდე მიტანას, ეს არის მეორე ნაბიჯი. ჯერ პირველ რიგში იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ როგორ გადავრჩეთ პოლიტიკური პარტიები აკრძალისგან, პოლიტიკური ლიდერები დაჭერისგან. როდესაც მე მადიარზე ვლაპარაკობ, გულისხმობ იმას, რომ ხომ პირდაპირ საუბრობს ქართული ოცნება ამაზე. პირდაპირ თქვა თავის დროზე თუ გახსოვთ, რომ ჯერ ამადან პარტიებს არ აქვს რეალური ძალა და ამიტომ მათ რაღაც არ ჩავსვავ იმ ჩამონათვალში, რომელიც უნდა აგვგზალო. ჯერ ზის ის ჩავსვამ იმათ, ვისაც აქვს ძალა. ანუ ოდნავად თუ გაიზრდება, აი მე ჩემი რეიტინგი რომ გაიზარდოს, ჩემს მიმართაც ასეთი აგრესია წამოვა. ხვდები, რასაც ვამბობ, ალბათ ხვდებით. ამიტომ ამ დონეზე ვარ და ჩემი აზრით გამოსავალი არის ჯერ გაძლებაში. ანუ ამის საფუძველი რა არის? ნახეთ, ერთადერთი რატომაც არ დამყარდა აქ საბოლოო ჯამში და შეიძლება ჯერ კიდევ ლაპარაკი რომ არ არის საბოლოო ჯამში ავტოკრატია ჩამოყალიბებული და დიქტატურა, იმიტომ რომ არც პოლიტიკურმა პატიმრებმა, რომლებიც ქუჩიდან აიყვანეს და წაიყვანეს, არც პოლიტიკურმა ლიდერებმა არ დატოვა ეს ქვეყანა. ანუ არ შეურიგდნენ ამას. და ესეც მოცემულობაა, როდესაც აგერ ნოემბერში 2 წელი გავა, რომ ქუჩაში ყოველდღიური აქციებია, მე ყოველ შაბათს აქციები და უწყვეტია ეს ყველაფერი. ეს არის ხელშემშლელი პირობა. დავობს მიუხედავად მთელი რიგი პრეტენზიებისა, დასაბუთებული, დაუსაბუთებელი პოლიტიკური პარტიების ლიდერების მიმართ, ეს ნამდვილად ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელია, მათ შორის ქვეყნის ბელორუსიზაციის ტემპი, რომ არ მიდის ისე დინამიკით, როგორც იქ მოხდა სწრაფად. ზურაბ, თქვენ პარტიას ამ მხრივ როგორც ჩანს, მაინც ოდნავ განსხვავებული მიდგომა აშკარად აქვს, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ გადარჩენის ამოცანა რო გქონდეთ, გადასარჩენა და არ გაიხდით საქმეს და ახლა არ
შემოხვიდოდით პოლიტიკურ ველზე. ანუ რაღაც რესურსებს ხედავთ იმ მიმართულებებით, საითაც თქვენი აზრით შედარებით ტრადიციული პოლიტიკური პარტიები, ველზე მოთამაშეები ვერ ახდენენ კაპიტალიზაციას. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ის ხაზი, რაც ბატონი დავით საუბრობდა, განსაკუთრებით აი პროპაგანდასთან, ანტიპროპაგანდა კი რაღაც განსხვავებული, ის თქვა, თუ არის მაინც სამიზნე შეიძლება ყავთ ისეთი საზოგადოების ნაწილი, რომელსაც მართლა ჭირდება ამის ახსნა თქმა, რომ შეიძლება ფინანსურად კი იყოს მიბმული, მაგრამ ამავე დროს მართლა აღელვებდეს ის თემები სერიოზულად, რაზე პასუხებსაც დამაჯერებლად ის ამ ეტაპზე ვერ იღებს. ცხადია, ოდნავ მერიდება საკუთარ თავზე თქვა, რომ ჩვენ მოახერხებთ რაღაცას ისეთზე კაპიტალიზაციას, რაზეც სხვები ვერ მოახერხებენ, თუმცა გაცხადებული მიზანიც ეგ ქონდა თავიდანვე, რომ რაღაცნაირად გადავსულიყავით დინარეს და მეორე ნაპირისთვის ხელი გაგვეწოდებინა და გვეთქვა, რომ გადმოდი, იმიტომ რომ სხვანაირად პოლარიზაცია არ დასრულდება. მეორე ნაპირს ხო ეგ აქვს, რომ აი პოლარიზაცია დასრულდეს, გეგონება რაღაცნაირად უნდა შევიკრიბოთ და ვთქვათ, რომ დავივიწყოთ ყველაფერი, რაზეც აქამდე ჩხუბობდით, რაც არ გამოვა. პოლარიზაციის დასრულების ერთადერთი ფორმულა არსებობს, უბრალოდ ცვლილებების ნაპირზე უნდა შეიკრიბოს გადამწყვეტი უმრავლესობა და პოლარიზაციაც დასრულდება. ავტოკრატიის ნაწილში მეც სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რო არ დაგიმალოთ, იმიტომ რომ ავტოკრატია და დიქტატურა ნიშნავს, რომ სახელმწიფო უწყებებში გამოკიდებული პორტრეტების გამო და სახელით ხალხს ხოცავენ და არ ყავთ საპორტრეტე ხალხი. ყველაფერს რო თავი გავანებოთ და ირონიაში რო გადავიტანოთ ეს ყველა. უბრალოდ საპორტრეტე ხალხი არ ყავს. გარდა იმისა, რომ არ ამგონია, რომ ჩვენმა ქსოვილმა ოდესმე ავტოკრატია მიიღოს. მაგრამ თავარი ბატონებო, რაზეც მინდა ყურადღება რაღაც ერთი დიდი გაცილებით უფრო სასტიკი და მძლავრი ავტოკრატიის ნაწილი არ იქნება, იმიტომ რომ საზოგადოებას ძალიან მოჭრილობად ჯერ კიდევ ამჩნევია. აბსოლუტურად. 30-იანის რეპრესიების და უფრო მეტიც და ის გზაზეც ვარ, ხო. წყალებში მიიღო ეს. ის გზაზეც ვარ. ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ავტონომიურად ასე თვითმკმარი დიქტატურის რესურსების მხრივ ჩვენ შეიძლება უფრო ოპტიმისტურად ვიყოთ. განწყობილი. ისევ და ისევ საკუთარი სოციალური ხარჯზე საგდები არ არის სინამდვილეში რუსეთთან დაახლოება საბოლოო ჯამში მაგამდე მიგვიყვანს. და აი ბატონო ვანოც ახსენა კონტექსტი, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენც ბატონ დავით ახსენეთ, რას აკეთებს სახელმწიფო პროპაგანდა. მნიშვნელოვანი არ არის რას აკეთებს, უფრო მნიშვნელოვანი არის რატომ მუშაობს ის, რასაც აკეთებს. თორე აკეთებს იმას, რასაც სურკოვი აკეთებდა რუსეთში და სურკოვი კიდე აკეთებდა იმას, რასაც ბოლშევიკები აკეთებდნენ მანამდე, უბრალოდ ოდნავ უფრო გათანამედროვებული ვერსიით. და სხვა შორის ერთმა ჩემთვის ძალიან პატივსაცემმა მოაზროვნემ ერთი თუ ორი კვირის წინ ეთერში და ესეთი საკმაოდ მნიშვნელოვანი კითხვა, რომ ხო არ ვიმსახურებთო იმ აწმყოსო, რომელშიც ვცხოვრობთ. ეხლა ფორმულირება ოდნავ ბრუტალური იყო, რომ არ დაგიმალოთ და აქედან სიტყვა ვიმსახურებთ მაქვს მარტო გადმოტანილი, არ მომეწონა ორიგინალი ფორმულირება და არც ციტირებას მოვახდენ. და დამერწმუნეთ, ვინც იკითხა, ის ნამდვილად ჩვენიანია და ჩვენს ნაპირზე არის. მაგრამ თითქოს სულისკვეთებაში, ანუ პარადიგმაში გავყევი, რომ კანონზომიერი ხო არ არის, რომ ვართ იქ, სადაც ვართ, როგორც ერთგვარ პოლიტიკურ კათარზისში, სანამ დავიწყებთ ჭეშმარიტ სახელმწიფოებრივ ცხოვრებას, როგორც სამოქალაქო ერის სახელმწიფო და მთელი არსით მწამს, რომ ეგ არის ჩვენი გზა და მომავალი. და რატო ვამბობ ამას, რომ მე პირადად მაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ რეალურად ეხლა გამოვდივართ ტოტალიტარული ანესთეზიიდან, ანუ საბჭოთა ტოტალიტარული ანესთეზიიდან. ეხლა ვიღვიძებთ. არა 90-იანების დასაწყისში, არა 2000-იანების დასაწყისში, არა 2010-იანების დასაწყისში, არამედ ეხლა და გეოპოლიტიკურმა კრიზისებმა ეს გაღვიძება დააჩქარეს და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, რომ თავად ვარ საკუთარი მსჯელობის მაგალითი. წარმოიდგინეთ, მე ვარ 85-იანი, ანუ აი ცოტაც და დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად დაბადებული. და დღეს, რასაც ჩვენი მეგობრები, მედიით, უბრალოდ ქუჩაში ადამიანები პოლიტიკურ ნარატივებს და აღქმებს, რასაც ისე ვამბობ, რომ გეგონება სულ ესე იყო და აბა ესე უნდა იყოს, მაგალითად, რომ სახელმწიფო უნდა მემსახურებოდეს პირადად მე, იმიტომ რომ მე გადასახადებს ვივიხდი ამ მომსახურების სანაცვლოდ, ჩემს ცხოვრებაში რეალურად საკმაოდ გვიან შემოვიდა. არა იმ წლებში, როდესაც ტოლი ვიყავი დღევანდელი ჯენზის და ვერ ვიტყვი, რომ გამოქვაბულში ვცხოვრობდი ან ჩამოშორებული ვიყავი საინფორმაციო ველს.
ან რო თურმე ამდენი ხალხი რო ავლაპარაკდით, რომ თურმე მართლმსაჯულებაზე დგას ეს ყველაფერი და მართლმსაჯულების რეფორმაზე მხოლოდ რაღაცა ანგარიში არ უნდა ვისმინოთ შესაბამისი ნუმერაციით ტალღაზე, რომ ეხლა მიმდინარეობს მართლმსაჯულების მე-60 ტალღა, რომ არამედ თითქმის იუსტიციის სახლში ყოველდღე უნდა ვრეკავდით ხელხაზე და ვკითხულობდით რა ხდება მაგ რეფორმაზე, იმიტომ რომ მაგაზე შევთანხმდით კონსტიტუციით, რომ უნდა დავამკვიდროთ სამართლებრივი სახელმწიფო, რომ თურმე განათლებული ადამიანი ყოფილა ამ ქვეყნის მთავარი რესურსი და არა ბორჯომი, წიწმატი და თხილი. განათლებაზე ერთ წელიწადში, წელიწად ნახევარში რამდენიც ვილაპარაკეთ, მაგდენი არ ვილაპარაკია ბოლო 35 წელიწადი. ანუ პოზიტივი არის ამ ყველაფერში. ეხლა ვიღვიძებთ, მართალია და მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ, რომ უკრაინელებმა სისხლით გადაიხადეს ამ გაღვიძების ფასი. ჩვენი გაღვიძების ფასი გადაიხადეს სისხლით და ქართველებმა, რომლებიც იქ დაეცნენ და დიდება გმირებს, მაგრამ ერთი რამეც ფაქტია, თუ გავიღვიძეთ, აქედან უკან ნაბიჯი არ არსებობს. ერთი ნაბიჯი გჭირდება წინ, რომ გავიდეთ სამშვიდობოს და დავიწყოთ სახელმწიფოებრივი ცხოვრება. უბრალოდ ეხა აი ამ ერთ ნაბიჯზე გვაფერხებენ და ამ შემთხვევაში შეიძლება მინიმუმ მეორე ნაპირს, ვინც ყოყმანობს, როგორც თქვენ თქვით, ის მაინც უთხრათ, რომ გასაგებია, რომ შეიძლება ეხაც არ გვეხმარებოდეთ ამ ნაბიჯის წინ გადადგმაში, მაგრამ ნუ მინიმუმ უკრინდან ნუ გვეკაჩები. ხო, ნუ ბატონო დავით, თქვენ მოგცემთ, რადგან თქვენს გამო დავიწყეთ ეს კამეთი, მოკლედ თემაზე ვლაპარაკობთ, ძალიან რთულია. მოკლედ თქვა ყველაფერი და რაღაცა დამოწურო ეს თემა, მაგრამ აშკარად მოითხოვს გაშლას ყველა საკითხი. მაინც ერთ რამეს ვიტყვი, ჩვენ ძალიან კარგად უნდა გავაცნობიეროთ, სანამ ვილაპარაკებთ იმაზე თუ როგორ გამოვიდეთ სიტუაციიდან, სად ვართ და როგორ რატომ მოხვდით აქ და რა ტიპის მართლობა გვაქვს. ეხლა ჩვენ სადღაც ახლა მერასაც უყურებ, ყოველთვის ჩემი ხედვა ასეთია, გვაქვს აბსოლუტურად უნიკალური ტიპის ავტოკრატია. ახლა მე მსგავსი ანალოგია არ მაგონდება, ახლა ცოტა აი რაღაცით აი ლიბიაში კადაფის ავტოკრატიას გავს რაღაცით. ანუ ჩვენ ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც ასეთ არ არის უფლებამოსილი პირი. არანაირი თანამდებობა არ აქვს. ეს ერთი გარდა იმისა, რომ არ აქვს, მაგრამ საპატიო თავმჯდომარის არა, ნუ საპატიო თავმჯდომარე ახლა ისიც იყო ლიბიის რევოლუციის ლიდერი, ასე ერქვა. ამიტომ გავს. აი, მაგით გავს კი, მაგრამ მეორე კიდე ეს უფრო მნიშვნელოვანი. მას არ აქვს საკუთარი რაღაცა ესე სიკვდილის ესკადრონები რო ყავდათ ლათინოამერიკელ დიქტატორებს, რაღაც ანუ მისი პირადი გვარდია, რომელიც მხოლოდ მას ემსახურება სამხედრო. ამ პირად გვარდიად ის იყენებს სახელმწიფო სტრუქტურებს, უშიშროებას, პოლიციას, სასამართლოს, რომელიც პირადად მის დაქვემდებარებაშია. ხო, ყველა ვართ მოწმე, რომ მაგალითად თეა წულუკიანი აგებს სასამართლო პროცესებს. იქ თავისგან თავის რატო აგებს? იმიტომ რომ ის რუსიძე ჭინჭალაძის სასამართლო ექვემდებარება პირადად ბიძინა ივანიშვილს, ის არ ექვემდებარება არც კუბახიძეს, არც თეა წულუკიანს. თან თეა წულუკიანი ცუდადაა რუსიძესთან და შეიძლება პიროვნული მასეც კი კონდეს საქმე. და ეს მიშვებული ყავს იმას, მაგრამ მას როცა უნდა, მაშინ ტროტუარზე დგომისთვისაც ჩაქსვავს ციხეში. ანუ აი თლიანად თავის თავზია, ყველაფერი არის ერთ ადამიანზე აწყობილი. ეს ვერ იქნებოდა იმ საზოგადოებაში, მე საზოგადოებაზე იყო ლაპარაკი, რომელსაც დიდი ხნის ინსტიტუციურ დემოკრატიული ტრადიციები აქვს, თუმცა ჩვენ აგერ ამერიკაშიც გვაქვს მოწმე, როგორ ასე ვთქვათ, ამხელა ინსტიტუციურ დემოკრატიულ ტრადიციურ ქვეყანაშიც, როგორი სერიოზული პრობლემები წარმოქმნა პრეზიდენტის ამ სუბიექტივისტურმა, ასე ვთქვათ, თბილად რო თქვა, რაღაც პოლიტიკაში. შემაკავებელი. ხო, თუმცა უამრავი შემაკავებელი ფაქტორია იქ, ბევრად მეტი შეუდარებლად. მეტი ვიდრე ჩვენთან რაღაცაა შედარება და აქ ჩვენ არა გვაქვს ასეთი ფაქტორები, ხო? ერთ ადამიანზე ვარ თლიანად აწყობილი. ეს სისტემა ეხლა შემიძლია თქვა, სანამ როცა ბიძინა ივანიშვილი არ იქნება და ხო დადგება ოდესღაც ასეთი დრო ხა მარადიული ხო არ იქნება რა? ეს აღარ იარსებებს ეს სისტემა საერთოდ. დაინგრევა მეორე წუთშივე. მას ვერც სოტრენ გააგზელებს, ვერც ბერა და ვერავის ვერ გადააბარებს ამ სისტემას. ეს ერთია, მაგრამ ამასობაში რა ხდება? ამასობაში ხდება სახელმწიფოს რაღაცა გარკვეულწილად სტრუქტურების მოშლის, სახელმწიფოს ყდომის პროცესი გარკვეულწილად. და ეს არის ძალიან სახიფათო, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ვცხოვრობთ ერთი ადამიანის სამფლობელოში, აი ტიპი ზის და ეს საზოგადოების ბევრი ნაწილისთვის, პოსტსაბჭოთა საზოგადოებისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც ჩემი თაობის ხალხია, მე საბჭოთა კავშირში
გავიზარდე და 30 წელზე ვიყავი, როცა ასე ვთქვათ, ეროვნული მოძრაობა დაიწყო საერთოდ. აი ამ ხალხისთვის, ძირითადი ნაწილისთვის ეს სადღაც ბუნებრივი მდგომარეობა, რომ აი ამ ტიპმა იცის. ამიტომაც მაგალითად კობახიძე იქნება, დინარაძე იქნება, პერიკაშვილი იყო მანამდე, ეს არ აქვს მნიშვნელობა, გახარია იყო, ბიძინა ამთავა, იმან იცის, ის დაალაგებს, ის გაარკვეს. მე პატარა კაცი ვარ, მოდი აქ ჩემთვის ვიჩალიჩებ რაღაცას, ორ კაფიქს მოვიპარავ, რაღაცას იქიდან ავიღებ, ცოტა შევჭამ, ცოტა კაის დავლევ, კაის დავსვამ, სუპი მაქვს ჭამს, ეს ცნობილი ფრაზა როა. აი ეს მუშაობს. ეს მუშაობს სამწუხაროდ, ეს არის ამოსაყირავებელი რაღაცნაირად. დღეს ჩვენ საბედნიეროდ აღარა ვართ ის საზოგადოება, სადაც ყველა ძირითადი მასა ასეთია, მაგრამ ჯერ კიდევ საკმაოდ დიდია ასეთი მასა, რომელსაც ჯერა უბრალოდ და იმიტომ მიყვება, რომ უფროს ჯერა ბიძინა ივანიშვილის, ვიდრე ოპოზიციის ფიგურებს. აი, უფროს ჯერა რომ არა, ევროპასთანაც ეს უფრო მოაგვარებს. ალბათ რაღაცაშია საქმე ხა, ეს რო აგინებია ყოველდღე, ნუ ალბათ ასეთული საჭიოდ, მე არ ვიცი, მაგრამ ალბათ იმან იცის, რახანასი აკეთებს. აი, ეს მომენტები მუშაობს ძალიან ხშირად და აქ საჭირო არის სწორედ ის, რომ ოპოზიციამ თავი და ოპოზიციურ ფლანგიდან თუ არ დაანახა თავი ადამიანების საკმაოდ დიდ მასად, რომელიც ჩათვლის რომ არა, ამათმა უკეთ იციან თურმე. აი ამათმა უკეთ იციან და მოდი იქნებ ამას დაუჯეროთ. იმიტომ რომ ყველა ადამიანი რაციონალურად არ განსჯის, უფრო არჩევნებზეც და საერთოდ რევოლუციებზეც ემოციები იგებს და არა მადლობა ბატონო დავით. ეს ჩავთვალოთ რომ ასე ვთქვათ დისკუსიის გახსნის ცდილობა იყო. ბევრი საკამათო თეიზი თქვი ესმის. სადაო საკამათო ბევრია თავისთავად ცხადია, ამისთვისაც იარსებებს ეს ჩვენი პლატფორმა.